ეს უკვე მეორე შემთხვევა. 2025 წლის 11 აპრილს თუ სწორად მახსოვს, 11 აპრილი მახსოვს, ყოველ შემთხვევაში აპრილის 15-მდე. ვნახე ისრაელი და ვინახე. და რომელიღაცა ქუჩა იყო, სადაც ღამე იყო და მანქანები მოდიოდნენ და ლამპიონები ანათებდნენ. და ენერგოინფორმაციის სახით მოვიდა ინფორმაცია, რომ ისრაელი გაიმარჯვებს, ისრაელში ომი დამთავრდება. ჩავწერე ვიდეო და შევინახე დრაფ რო აწერია მან. მეთქი თუ რამე მსგავსი იქნება, მე გამოვაქვეყნე. გავიდა სადღაც ალბათ 1 კვირა, 2 კვირა არაფერი მსგავსი რაღაცა ინფორმაცია არ გაშღერებულა. ეს იყო პირველი რა ვიცი, რა დავარქვა ყველაფერს, ხედვა და წავშალე. მეთქი სისულელი. ალბათ რაღაც ფანტაზიამ გაიღვიძა. და ოღონდ ერთადერთ ადამიანს უთხარი ისრაელში ცხოვრობს ის გოგო და ჩემთან იყო სულ გაშლებზე ყოველთვის ხოლმე ეს გოგო და მეთქი ესე ვერა. ხო და რა ვიცი, შენ გეუბნები თქო, მაინც ხა ამას მეთქი არავისთან არ მომუწყო. რა ვიცი, იმასაც მეც რა ვიცი. გავიდა მაისის ბოლოსკენ მოხდა ომი ირანსა და ისრაელს შორის. რა თქმა უნდა, არც მანამდე ვიცოდი, სიმართლე გითხრათ, ისრაელში რა სიტუაცია იყო, ზოგადად ომი მიმდინარეობდა, მაგრამ ვინ ვის ეომებოდა, ეს ნამდვილად არ ვიცოდი. ან კიდე იყო თუ არა ომი. და დაიწყო ომი და ამ გოგოს გაახსენდა ეს ჩემი ნათქვამი და გაიმარჯვებს კი არაო, კიო, ჩვენ დავარტყითო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქაც ვენ შემოტევები არისო, კი რა შედარება ვიდრე ირანშიო, მაგრამ მოკლედ. არ გასულა ერთი თვე და ხელი მოეწერა ომის დასრულების ხელშეკრულებას. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, რომ ეს ასე იყო და თან სასიამოვნო ინფორმაცია მოვიდა ჩემთან. ეხლა სადღაც და როგორც დავაკვირდი, 2 თვით ადრე მაქვს ხედვა. სადღაც ესე 2 თვის წინ დაახლოებით დავინახე ცეცხლი და ქალები იმით ჩადრებით, ბავშვებით გარბიან. ირანი, პირდაპირ სიტყვა მომივიდა, ირანში ომი იქნება. ესეც ჩავწერე და მე ესეც წავშალე. აი, ეს ერთი დამთხოვა იყო თქო რაღაცა. აი, ეხლა ამ ვიდეოს რატო ვწერ? ეხლა ხო ამბები ამ ირანზე, მე საერთოდ აპოლიტიკური ადამიანი ვარ, საერთოდ არ ვკითხულობ ეგეთ რაღაცებს და შემთხვევით და სულ თვალში მხვდებოდა ამ ჩემ Facebook-ზე არანაირი მსგავს გვერდი არ მაქვს მოწონებული და არც მიმიქცევია ყურადღება გიმხვდებოდა, მაგრამ არც ვკითხულობ. უბრალოდ თვალში მომხვდა რაღაცა ლურჯ იმაზე იყო, რომ ამერიკა ირანს დაარტყავს, ესეთი რაღაც იყო ინფორმაცია და უცბად გამინათდა. მე ხო ეს ვნახე. არ ვიცი, ეს ყველაფერი რას ნიშნავს, ალბათ იკითხავთ, რომ რა მოხდება მერე, რა იქნება, ეს კი ნახე, მაგრამ რო ცეცხლია ირანში, ცეცხლია, რა მოხდება? არ ვიცი დაზუსტებით, აი მიჭირს ამ ყველაფრის თქმა, მართლაც ვერ ხვდები, რომ ამ ყველაფერს მე ვამბობ. მაგრამ ირანი დაემხობა. ასეთი ინფორმაცია მოდის, თუმცა კიდევ ვამბობ, არ ვიცი, რაც მოდის, იმას ვამბობ, დანარჩენს ალბათ დრო აჩვენებს. უბრალოდ მე ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ სავარაუდოდ
მიგზავნიან გზავნილს. ოღონდ რისთვის მეგზავნება ეს გზავნილი? კარგი, ისრაელში დამთავრდება ომი და ეს ინფორმაცია რომ გასაჯაროდეს და უშუალოდ ხალხი რომ მშვიდად იყოს რო რამე. თუმცა ეს ამასთანავე გამოიწვევს პანიკას, ხო? წინასწარ. მაგრამ აი იცით რა ხდება? ირანზე, აი ირანი და ესეთი ინფორმაცია მოდის, ირანი დაემხობა და დანარჩენი მეტი არაფერი. უბრალოდ ესეთი ინფორმაციები რატომ მოდის ჩემთან, ეს ჯერ ვერ გამირკვევია და როდესაც მომცემს სამყარო პასუხს, იმასაც აუცილებლად გაგაგებინებთ. არ ვიცი, ხა ამ ვიდეოს რო ავტვირთავ, მე იცით რომ ვარ ცოტა განდეგილი ინტროვერტი ადამიანი, ზოგადად საკრალური ცოდნის მატარებლებს ეს თვისება აქვთ და არ მიყვარს სოციალიზირება. მაგრამ თვლი რომ ეს ჩემი მოვალეობაა ეს ვიდეო აიტვირთოს შენი სულიერი სივრცის არხზე. თუნდაც საკუთარი თავისთვის რომ რამე ჩემივე თავს რომ ეს გზავნილი რამე რომ მომივა ისეთი კიდევ, ხო? მე ამით საკუთარ თავს ასე ვთქვათ გამოწვევის წინაშე ვაყენებ, რომ როდესაც მსგავსი ინფორმაცია მომივა, აღარ შემეპაროს არანაირი ეჭვი ადამიანური კუთხით და ინფორმაცია დავდო იქნებ ვის, როგორ, რანაირად წაადგეს და დასჭირდეს ეს ყველაფერი. თუნდაც იმიტომ, რომ აი პირობითად, ეხლა მე ვინ ვარ ერთი ქართველი ადამიანი, რომ რაღაცა, მაგრამ აი თუნდაც ესეთი ინფორმაციები, აი სარგებლობის კუთხით, რასაც ჩემი ადამიანური გონება წვდება, ვფიქრობ, იმიტომ არის სასარგებლო, რომ აი ესეთ შემთხვევაში ადამიანები თუნდაც იმ ირანში და თუნდაც იმ სადღაც, სადაც საშიშროება შეიძლება შეიქმნას, ის უდანაშაულო ხალხი თუნდაც გავიდეს ქვეყნიდან და ამით გადარჩნენ. არ ვიცი, ჩემო ძვირფასებო, გიგზავნით სიყვარულს, გისურვებთ მშვიდობას ქვეყანაზე და ყველაფერს საუკეთესოს. მიყვარხართ ძალიან. მადლობა.